ბათუმის შემოვლითი გზის განსახლების გეგმა იცვლება. მთავრობის გადაწყვეტილებით დაზუსტდება იმ პირთა ვინაობა, ვისი ქონებაც 16 კილომეტრიანი გზის მშენებლობის არეალში მოექცევა. გადაიხედება მიწის საბაზრო ფასები და განისაზღვრება საკომპენსაციო თანხის ოდენობაც. სამუშაოები, რომლებიც ყველა ამ პროცედურას მოიცავს, წლის ბოლომდე გაგრძელდება. მწვანე კონცხი, მახინჯაური, სალიბაური, სამება, განახლება, მახვილაური და მეჯინის წყალი. 2011 წლის გეგმის მიხედვით სწორედ ამ სოფლებს გაივლის ბათუმის შემოვლითი გზა. წუწუნავების ოჯახი ერთ-ერთია, რომელიც განსახლების გეგმის მიხედვით წითელ ზოლშია და კომპენსაციის მოლოდინშია. ბოლოს გაგვარკვიონ თუ გადის გავიდეს თუ არა და მოგცენ უფლება რომ სახლები ავაშენოთ. იყვნენ მისული ეხლაც ჩემი მეზობლები, ვისაც არ მისცენ უფლება, იმის გამო რომ წითელ ზოლში ვიხართო. განსახლების დეტალური გეგმა, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან იყო შეთანხმებული, 3529 პირს შეეხებოდა. მთავრობის ბოლო განკარგულებით კი გეგმა გადაიხედება და იმ პირთა ვინაობა დაზუსტდება, ვისი ქონებაც 16 კილომეტრიანი გზის მშენებლობის არეალში მოექცევა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გადაიხედება მიწის საბაზრო ფასებიც, რომელიც საბოლოო ჯამში მოსახლეობაზე გასაცემი კომპენსაციის თანხას განსაზღვრავს. ამჟამად გზების დეპარტამენტში ტექნიკურ დავალებას ამუშავებენ, რის შემდეგაც ტენდერში გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია საველეს სამუშაოებს დაიწყებს. საჯარო შეხვედრები გაიმართება აუცილებლად იმ ადგილებში, სადაც გაივლის ეს გზა. 6-7 თვე მაინც დაჭირდება აი ამ ინფორმაციის ხელმეორე მოპოვებას, დაზუსტებას, ხელმეორე შეფასებას და ასე შემდეგ. მიწების მესაკუთრების იდენტიფიცირების სამუშაოებს საჭერის მთავრობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ჩაატარებენ. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი კი მიწების გამოსყიდვა იქნება. განსახლების გეგმის დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი საკომპენსაციო თანხის ოდენობაც. 2011 წლის გეგმის მიხედვით კი ეს ციფრი 25,265,287 დოლარს აღწევდა. ტექნიკურად უფრო რთული პროექტია, ვიდრე ქობულეთის შემოვლითი გზა. ყოველ შემთხვევაში ახლა ქობულეთშიც გვაქვს გვირაბები, გრძელი ხიდები. აქაც ანალოგიურად ესე იქნება, გვირაბებიც იქნება, ხიდებიც იქნება, ბევრი ხელოვნური ნაგებობები იქნება. მთლიანი ასე ვთქვათ, ღირებულება ალბათ 200 მილიონს გადააჭარბებს. არსებული გეგმის მიხედვით პროექტის ზემოქმედების ქვეშ 20.469 ძირი ხე, 129 საცხოვრებელი ნაგებობა, 17 მაღაზია, 35 სათავსო და 9931 კვადრატული მეტრი კედელი მოექცევა. აუცილებელი იქნება ერთი საწარმოს ადგილმონაცვლეობაც. რაც შეეხება შემოვლითი გზის ქობულეთის მონაკვეთს, მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.